112 ყველასთვის, მხოლოდ სმენა დაქვეითებული პირებისათვის შექმნილი სერვისია. იგი მათთვის გადაუდებელ შემთხვევებში დახმარებას ითვალისწინებს. კერძოდ, სმენა დაქვეითებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეოზარის საშუალებით დამოუკიდებლად დაუკავშირდნენ 112-ს. აღნიშნულ შეტყობინებებს ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები მიიღებენ. სარეგისტრაციო ფორმის შევსება შესაძლებელია 112-ის ვებგვერდზე. ეს სერვისი გულისხმობს ამ პირების წვდომას 112-თან გადაუდებელ შემთხვევებში SMS-ის და ვიდეოზარის საშუალებით. რაც შეეხება სერვისით სარგებლობის პირობებს, ეს არის, რომ საჭირო არის ერთჯერადი წინასწარი რეგისტრაცია და სწორედ ამ თემებთან დაკავშირებით, რომ გავაცანით დეტალურად პროცედურა. რეგისტრაციის გავლის წესი არის ძალიან მარტივი. 112-ის საიტზე შესვლით, ანუ პირს შეიძლება რომ გაიაროს ეს რეგისტრაცია, უნდა შეიყვანოს მოთხოვნილი ინფორმაცია და შემდეგ უკვე ექნება შესაძლებლობა დაუბრკოლებლად ისარგებლონ ამ სერვისით. სურველებს დღეს საშუალება ჰქონდათ ადგილზე დარეგისტრირებულიყვნენ 112-ის მონაცემთა ბაზაში. მიხარია, რომ მსგავსი პროექტი განხორციელდა. თუ კი სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაგჭირდება, დამოუკიდებლად დავუკავშირდებით 112-ის ოპერატორებს. თავადაც ვყოფილ ვარ მსგავს სიტუაციაში და თარჯიმას ვერ პოულობდი. ამიერიდან კი იგი ჩვენთვის იქნება ხელმისაწვდომი. 112-ის ახალი ინიციატივა გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. მსგავსი კომპლექსური მომსახურება SMS-ი და ვიდეოზარი მხოლოდ 3 ევროპულ ქვეყანაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, საფრანგეთსა და მალტაშია დანერგილი.